საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატი და ისე უძლიერესი ნახასიათი და ფაქტობრივად ფუტზალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით აკომპლექტებული ნახასიათი და ფაქტობრივად ფუტზალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით აკომპლექტებული ევროპის ჩემპიონატზე. ნახოთ ეს ერთ-ერთი პირველი შეტევა ეფელსის მოახერხა ნახევარფინალში გასვლა ფუტზალის ლიგა 2-ში 7 ოქტომბერს გაიმართება აქ შორიდან დარტყმა ბიძინაშვილმა გაიტანა გოლი პირველი გოლი უთხრებით მაგრამ მე ზედიზედ მოახერხა ნიუჟენ ჯორჯიანსმა გოლების გატანა 34 ეფელსი იმდენად კარგად და ყურადღებით თამაშობს დაცვაში რომ გოლის გატანას პასუხობთ ეფელსი თუ მოახერხებს ამ ყოველივეს კარგი იყო ბიძინაშვილი აქ სათამაშო რონინიო თოლორ დავამზადებს დარტყმას დაარტყა სლეტა კიდევ ერთი მცდელობა და საბოლოოდ ბურთი კუთხურზე მოიგერიეს ეფელსი რონინიო დაარტყა და ვერც ეფელსი ვერ ახერხებენ გოლის გატანას ნახოთ ამ შეტევის შემდეგ რა და როგორ იქნება აქ ვერც ეფელსი ვერ ახერხებენ გოლის გატანას ნახოთ ამ შეტევის შემდეგ რა და როგორ იქნება აქ ვერც ეფელსი ვერ ახერხებენ გოლის გატანას ნახოთ ამ შეტევის შემდეგ რა და როგორ იქნება აქ ის ცილე დატოვებული სივრცე მაქსიმალურად აითვისა თოდუა მაგ კიდევ ერთი ეპიზოდი გაბრიჩი ის ცილე დატოვებული სივრცე მაქსიმალურად აითვისა თოდუა მაგ კიდევ ერთი ეპიზოდი გაბრიჩი მის მიუხედავად რომ გუნდი აგებს, რა თქმა უნდა, შანსი მის მიუხედავად რომ გუნდი აგებს, რა თქმა უნდა, შანსი მის მიუხედავად რომ გუნდი აგებს, რა თქმა უნდა, შანსი ნიუჟენ ჯორჯიანსი აფიშაზე კვეთრად გამოკვეთილი ფავორიტია. კარგი კომბინაცია, პასია საჭირო გაკეთდა. დასამახსოვრებელი. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ამ სეზონში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი გადაცემა და კიდევ ერთი გოლი, კიდევ ერთი კარგი გადაცემა და კიდევ ერთი გოლი, კიდევ ერთი კარგი გადაცემა და კიდევ ერთი გოლი, კიდევ ერთი ბიძინაშვილი არ მათ და ბურთი აუჩია. აი აქ არის შანსი და ტაიმის ერთ-ერთი ბოლოს შეტევა ეფელსის შესრულებით ექსეულიძე დარტყმა და ბუკია იგერიან საბოლოოდ მედიანაშვილი შეასრულებს როგორც ჩანს ამ ჯარიმას და თან ძალიან სახიფათო შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა და დარჩენილი შეძლებს თუ არა ეფელსი გოლის გატანა სხვა მხრივ თითქოს გადაწყვეტილებათა ტოფურია 11 ნიკა ბიძინაშვილი 16 გიორგი აფციაური განმეორებით ეს ეპიზოდი როდესაც ობოლაძე ცდილობდა გატანას აქ არის შანსი დარტყმა და 13-0 და PSV დინამო თბილისი 6-4 და შესაბამისად ეს ორი გუნდი და დაეუფლა მას აქ უკვე ეფელსის აქვს შანსი დარტყმა და ტყებალაძე მოყბიან გაითამაშეს ბურთი დაარტყა ექსეულიძემ აფციაური შეიძლება აქ მეხუთე გოლის გატანა დარტყმა და გამოსულიყო კეკელია ეს პასი გავიდა ობოლაძე დარტყმა და გაადარჩა საინტერესოა ეს სიერიში ნახოთ კარში დარტყმას ვიხილავთ თუ არა აქ ბიძინაშვილმა მოიპოვეს აქ ბურთი ეფელსის მოთამაშეებმა შეიძლება დარტყმა და გადარჩა აქ არის შანსი რომ გავიდეს გოლი, თუმცა ევანდელ სათამაშო დღეს დაასრულებს შეხვედრა კესეუსა და სეუს შორის. აქ ხაჯაბგიერიშია, შეიძლება გატანა დარტყმა და აქაც ვითარებას თავი, შეიძლება დარტყმა და აქაც ბექა ტყემა.